ამერიკული Google ბევრი რამით არის ცნობილი, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი არის თავად საძიებო სისტემა, ასევე Google-ს ბოლო დროს გამოუჩნდა ხელოვნური ინტელექტიც, Gemini, ასევე საკმაოდ ცნობილი სერვისი არის Gmail, Drive და სხვა ნებისმიერი სერვისი, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ, მათ შორის Maps, რომელიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლიდერი არის რუკების მიმართულებით. ასევე Google არის კიდევ ერთ სექტორში ლიდერი, ეს არის ვებ ბრაუზერების სფერო, რომელზედაც ხშირად არ ვფიქრობთ, რადგანაც უკვე გარკვეულწილად დიფოლტად მიგვაჩნია Google Chrome, რომელიც არის პლანეტის ყველაზე მოთხოვნადი ვებ ბრაუზერი. წლების განმავლობაში ბრაუზერების ბაზარზე კონკურენცია ნამდვილად აქტიური იყო Internet Explorer, იყო Opera და შემდეგ უკვე გამოჩნდა Chrome, რომელმაც დაიპყრო ფაქტობრივად ბაზარი და დღეისათვის ის უკვე საერთო ბაზრის 65%-ს აკონტროლებს, ანუ ის არის ჭეშმარიტად დომინანტი მოთამაშე. ესეთი დომინანტურობა არის როგორც დალოცვა, ასევე წყევლა, რადგანაც დალოცვა იმიტომ არის ეს Google-ისათვის, რომ თავად ეს აპლიკაცია მას აძლევს მეტი შემოსავლის გენერირების საშუალებას, რადგანაც Chrome-ში ყველაფერი მიდის Google-ამდე. იქნება ეს საძიებო სისტემა, იქნება ეს მეილი თუ სხვა ნებისმიერი სერვისი. ხოლო თავისი არსით ეს პრობლემა არის Google-ისათვის, იმიტომ რომ როდესაც კომპანია ასეთი გიგანტურია და თანაც ასეთი დომინანტია, მის წინააღმდეგ როგორც წესი იწყება გამოძიებები და არეგულირებლებს როგორც წესი არ მოსწონთ დომინანტი მოთამაშეები ბაზარზე და სწორედ ამ საკითხს უკავშირდება ის სიახლე, რომელზედაც უნდა ვისაუბროთ. კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა დაიწყო ახალი საქმე Google-ის წინააღმდეგ, რომელიც უკავშირდება სწორედ Google Chrome-ს. როგორც მარეგულირებელი აცხადებს ამ შემთხვევაში, Google Chrome წარმოადგენს პრობლემას, რადგანაც Google-ს ამ მიმართულებით აქვს დომინანტურობა, ის არის მონოპოლი და მონოპოლია ბაზრისათვის არის ზიანის მომტანი, როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე სექტორისთვის. ამიტომაც ვხედავთ ძალიან მასშტაბური სასამართლო დავის დაწყებას, რომელიც სავარაუდოდ რამდენიმე წელი გაგრძელდება. Google-ის და ამერიკის მთავრობას შორის მიმდინარე ამ სამართლებრივ დავას ხადი აკურდება ყველა ტექნოლოგიური კომპანია, ყველა ტექნოლოგიური გიგანტი, რომლებიც მზად არიან, რომ Google Chrome-ის სანაცვლოდ ათობით ან შეიძლება თეორიულად 100 მილიარდი დოლარიც კი გადაიხადონ, მაგრამ თავად ამ ფაქტს წინ უსწრებს თავად სასამართლო დავა, რომელიც სავარაუდოდ რამდენიმე წელი გაგრძელდება და როგორც უკვე ცნობილია, იმ შემთხვევაში თუ კი Google გამწყუნდება ამ დავის შედეგად, კომპანია გეგმავს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას, რაც ასევე დასჭირდება რამდენიმე წელი. ასე რომ მოკლედ არ არის გამორიცხული, რომ თუ კი მართლა დაევალა Google Chrome-ის გაყიდვა, მაშინ ეს გადაწყვეტილება შეიძლება 2030-იან წლებამდე ვიხილოთ. კი, და 2030-იან წლებამდე თუ მივალთ და Google-ს დაევალება Chrome-ის გაყიდვა, მაშინ ყიდველები ნამდვილად იქნებიან, რადგანაც ამ აქტივის გამოსყიდვა ლამის ყველა ტექნოლოგიურ კომპანიას სურს. აქვე უკვე ზოგიერთმა სურვილიც კი გამოთქვა, რაც გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგანაც რეალურად ეს არის ძალიან ღირებული აქტივი ნებისმიერი კომპანიისათვის, რადგანაც ვებ ბრაუზერი აძლევს კომპანიას საშუალებას, რომ იქ ჩააშენოს ის საძიებო სისტემა, რომელიც მას მოესურვება. იმიტომ რომ ჩვენ ყველანი Chrome-ს ვიყენებთ, დიფოლტად ყველას გვაქვს საძიებო სისტემა Google, მაგრამ თუ კი წარმოვიდგენ რეალობას, რომ Chrome შეიძლება გახდეს Microsoft-ის საკუთრება, მაშინ სავარაუდოდ დიფოლტ საძიებო სისტემად იქცევა Bing-ი, რომელიც ასევე არის Microsoft-ის საკუთრებაში. ასევე შეგვიძლია წავიდეთ იგივე ლოგიკით და არა მარტო საძიებო სისტემები, არამედ წარმოვიდგინოთ ხელოვნური ინტელექტიც კი, მაგალითად თუ კი OpenAI შეიძენს Chrome-ს, მას შეიძლება რომ საძიებო სისტემის ადგილას პირდაპირ ChatGPT ჩააშენოს, რაც რა თქმა უნდა გაუზრდის მას შემოსავლებს და მომხმარებლების რაოდენობას. ამიტომაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ Chrome არის სტრატეგიული მნიშვნელობის რესურსი, რომელიც ძალიან ბევრ კომპანიას სურს.